მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები ტრადიციულად და რა თქმა უნდა, საინტერესო კვირა გვაქვს ამ ჭრილში, რამოდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც ტრადიციულად ეტაპობრივად Business Insider-ი წარმოგიდგენთ, ეკონომიკური ზრდის ნაწილი, ინვესტიციები და ასე შემდეგ. ეს იქნება საკითხები, რომელზეც ჩვენ ამ კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად დავცლად ვისაუბრებთ. საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო გასული კვირა, რამოდენიმე საინტერესო ღონისძიების ნაწილით, რომელიც ასევე შემოგთავაზეთ და რომელზეც ასევე საუბარი გქონდა, ამიტომ გადავალთ პირდაპირ კვლავ ბიზნეს სექტორის მიმოხილვაზე, ვინაიდან ბიზნეს სექტორი, ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები რჩება, რა თქმა უნდა, Business Insider-ის უმთავრეს თემად, უმთავრეს ნაწილად და შესაბამისად ამას ემყარება, ასე ვთქვათ, ჩვენი მიმოხილვებიც და რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრები სტუმრებთან. და რაც შეეხება დღევანდელ თემას, კიდევ უფრო ვრცლად რომ მივყვეთ ამ ნაწილს, გვინდა ვისაუბროთ იმ მაჩვენებებზე, რომელიც ერთის მხრივ ჩვენ გამოქვეყნებისთანავე გქონდა წარმოდგენილი Business Insider-ში, მაგრამ კიდევ ერთხელ გვინდა მიმოვიხილოთ ვითარება ბიზნეს სექტორთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში უფრო მეტად ვისაუბრებთ ბიზნესის ბრუნვის პროდუქციის გამოშვების და ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა მაჩვენებლებზე. პირველი კვარტლის მაჩვენებლებია ამ ჭრილში უპირატესად წარმოდგენილი და ცხადია საინტერესოა რომ კიდევ ერთხელ მოვიხილოთ რა ვითარება ამ კუთხით და რა შეიძლება გაკეთდეს უფრო მეტი იმისთვის რომ სექტორი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. ვინაიდან ბიზნეს სექტორის აქტიურობა რა თქმა უნდა დიდწილად და უმთავრესად განსაზღვრავს შემდგომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, იმ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ რომ საქართველოს საკმაოდ პოზიტიურია და ერთ-ერთი ბოლო აღიარება ამ ჭრილში იყო სწორედ ჩვენს მიერ უკვე წინა გადაცემებში განხილული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების 5.3-დან 6.5%-მდე გაზრდა და ეს მაშინ და იმ დროს, როდესაც ჩვენს გარშემო საკმაოდ ტურბულენტური ვითარება ჯერ კიდევ რჩება და ამ პერიოდში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდია და ნებისმიერ მანამდე ჩვენ ნახეთ ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკის მხრიდან პროგნოზის და მანამდე ნახეთ ევროკომისიის ნაწილშიც საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და ზოგადად მათ შორის ნახეთ სარეიტინგო სააგენტოების შეფასებები ამ კუთხით გულისხმობ მთელი ამ გასული თვეების განმავლობაში ამ ჭრილში საქართველოს მაჩვენებლების საკმაოდ არა მხოლოდ დამაიმედებელი, არამედ პოზიტიური დინამიკით ხასიათდება და კიდევ ერთხელ ცხადია სურვილი არის კიდევ უფრო მეტის და ის რეფორმები, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან ხორციელდება მთელი რიგი მიმართულებებით, რომელიც განსაკუთრებულად მათ შორის დაანონსდა, გააქტიურდა და ძალაშია მიმდინარე წლიდან და ბოლო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში, რა თქმა უნდა, სწორედ ემსახურება ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტ დაჩქარებას. თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ შევხედოთ იმ მაჩვენებებს, რომელიც გვაქვს ბიზნესის ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების ნაწილში. პირველი დიაგრამა თუ შეიძლება ჩვენ ნახავთ ბიზნეს სექტორის ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლებს. აქ მინდა ყურადღება მივაქციოთ განსაკუთრებით პირველი კვარტლის მაჩვენებლებს, 2025 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებს, ფორტოხოსფერი ნაწილით აღნიშნულია ამ შემთხვევაში პროდუქციის გამოშვების მიმართულება, პროდუქციის გამოშვება და ვხედავთ ამ შემთხვევაში ზრდის დინამიკას, რომელიც გვაქვს პროდუქციის გამოშვების ჭრილში კვარტალთან შედარების ნაწილში და აუცილებლად ნაღვიშნოთ ესამისფერი ბიზნესის ბრუნვის ნაწილი, სადაც ასევე ჩვენ ვხედავთ ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებლებს, აი კვარტლის ჭრილში შედარების კუთხით თუ რამდენად არის გააქტიურებული და რამდენად არის გაზრდილი. ცხადია, ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც კიდევ ერთხელ ძალიან კარგად და ძალიან ნათლად ასახავს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს და ბიზნესის კეთების სურვილს, ასე ვთქვათ, და ბიზნეს სექტორის აქტივობის ნაწილს. ყოველთვის, როდესაც ჩვენ ბიზნეს სექტორზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ცხადია ისმის კითხვა და არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ რაზე აისახება თუნდაც ბიზნეს სექტორის აი ეს აქტივობა, პროდუქციის გამოშვების ეს ნაწილი აისახება თუ არა მოქალაქეებზე, ნუ თლიანობაში ეკონომიკურ ზრდაზე ვისაუბრეთ, აქტივად აღარ განმეორდები, თუმცა რა თქმა უნდა, უმთავრესი საკითხი, რომელიც ხაზგასმულია, მათ შორის საქართველოს მთავრობის მხრიდან, საქართველოს მთავრობის მეთაურის მხრიდან, ხშირად ხაზგასმა ხდება უმუშევრობასთან დაკავშირებულ საკითხზე, თუ როგორ აისახება ესა თუ ის პროექტი, მაგალითად
დასაქმებაზე და ამავდროულად, როდესაც საუბარია ამ შემთხვევაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება უმუშევრობის მაჩვენებელი და უმუშევრობის შემცირება, განულება პირობითად ამ შემთხვევაში უმუშევრობის ბუნებრივ დონეზე დაფიქსირება, რისი ერთ-ერთი მთავარი საშუალებაც არის რა თქმა უნდა, სწორედ კვლავ ბიზნეს სექტორის აქტიურობა და ჩართულობა ამ ჭრილში და ცხადია სხვადასხვა ტიპის ინიციატივების განხორციელება და ნახოთ მაჩვენებელი შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, რომელიც ამ შემთხვევაში გვაჩვენებს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას კვარტლების მიხედვით. აქაც რა თქმა უნდა რელევანტური შედარებისთვის გამოვიყენოთ 2025 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი და ასევე 2026 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი და ვხედავთ აქ დასაქმების მაჩვენებლის ნაწილსაც ანალოგიურად რელევანტური შედარების შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ზრდის ტენდენციას ამ კუთხითაც. რა თქმა უნდა დასაქმების და არის უმთავრესი საკითხი, რომელიც ჩვენ გვჭირდება ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ბიზნეს სექტორზე ვსაუბრობთ, აქ არ უნდა დაგვაუწყდეს დასაქმების ჭრილში ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ბიზნეს სექტორზე საუბრისას, რომ საქართველოს გვაქვს ერთგვარი პარადოქსი, რაც აღნიშნულია მათ შორის საქართველოს, მაგალითად საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევებში BAG ინდექსში, რომ ერთი მხრივ საქართველოს უმუშევრობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანწილად არის შემცირებული, ჩვენ ავიღებთ 10-12 წლიან ჭრილს არის ფაქტიურად განახევრებული ან მეტად შემცირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა 13%-ს აღემატება 14%-ამდე თითქმის 13.9% ბოლო წლიური მაჩვენებელი რაც იყო ამ შემთხვევაში ერთის მხრივ ეს რეალობაა, მაგრამ მეორეს მხრივ ბიზნესი და ბიზნეს სექტორი ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ტოპ 5 პრობლემიდან პირველ 3 პრობლემას შორის არის კვალიფიციური სამუშაო ძალა და ზოგადად სამუშაო ძალა. ხო, ეს არის ერთგვარი პარადოქსი, რომ ბიზნესი ეძებს სამუშაო ძალას, მაგრამ მეორეს მხრივ სამუშაო ბაზარზე კვლავ გვაქვს ვითარება, როდესაც თავისუფლ ადამიანები რჩებიან უმუშევრები, რაც ამ შემთხვევაში აჩენს ლოგიკურ კითხვას, მათ შორის განათლებისა და დასაქმების, განათლებისა და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობაზე ან ზოგადად საკითხების თავსებადობაზე, მათ შორის ამ ნაწილს და არა მხოლოდ, მაგრამ მათ შორის ამ ნაწილს ემსახურებოდა განათლების რეფორმის ის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ და რომელიც ხორციელდება ამ პერიოდში. თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნეს სექტორის განვითარებაზე, ცხადია უპირატეს შემთხვევაში ისმის კითხვა თუ სახელმწიფო წვრიდან კიდევ უფრო მეტი რა კეთდება გვესმის და ვხედავთ საერთაშორისო რეიტინგებში ამ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რომ ერთი წუთით გვერდზე გავწიოთ საქართველოს ბიზნეს გარემოს შეფასებას როგორც გამორჩეულად საუკეთესო როგორც დაბალი გადასახადები როგორც სტაბილური პროგნოზირებადი გარემო და რა თქმა უნდა გრძელვადია იმ მშვიდობა ჯამში რომელიც უზრუნველყოფს პროგნოზირებადობას ბიზნესის შემთხვევისთვის თუმცა ყოველთვის კიდევ უფრო მეტი კითხვა ის თუ რა ასაკეთებს სახელმწიფო უფრო მეტად რომ ბიზნესი განვითარდეს ვინაიდან ჩდება მთელი რიგი კითხვები ბიზნესთან დაკავშირებით თუ შეგვიძლია თუ არა დავეხმაროთ მეტად ბიზნესს, როდესაც საუბარია მაგალითად ფინანსებზე, ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია მაგალითად თუნდაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით, ან სხვადასხვა შესაძლებლობებით, რამაც შეიძლება სხვა ეტაპზე გადაიყვანოს ბიზნეს სექტორი. ეს არის საკითხები და თქვენ გასულ კვირაში ნახეთ ამ კუთხით განსაკუთრებული აქტივობა ამ ჭრილში და ამ მიმართულებით გულისხმობ ამ შემთხვევაში ეკონომიკის განვითარების კორპორაციის საქმიანობის სრულად ახალ ფაზაში გადასვლა შეიძლება ასე ითქვას და ამ საკითხებზე ჩვენ დღეს სტუდიაში სტუმრობა ვთხოვეთ ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორს ბატონ ირაკლი გაბდიას. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მობრძანებისათვის. გთხოვთ დაბრძანდეთ. და ესე იგი ბიზნეს სექტორზე საუბრის დროს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მე ვფიქრობ უმთავრესი და უპირველესია. სახელმწიფოს მხრიდან როდესაც ჩვენ ბიზნესის მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ და თქვენი პირადი ჩართულობა, თქვენი როლი აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ფორმირება უკვე ხედავთ გარკვეულ ახალ მიზნებს, ახალ გამოწვევებს, თუმცა მაინც მინდა კორპორაციის პირველი პირიდან მოვისმინო ამ შემთხვევაში, რას ემსახურება კორპორაციის ძირითადი საქმიანობა, ძირითადი სპეციფიკა ამ კუთხით და აქვე გკითხავთ, რაც შესავალს აღნიშნე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არის ხოლმე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც საუბარი გვიწევს გარკვეულწილად გამოწვევა და მათ შორის საუბარი მუდმივად ალტერნატიული ტრადიციული დაფინანსების საკითხებზე. აი ამ ჭრილში თუ შეგიძლიათ რომ კორპორაციის შესახებ ვისაუბროთ. პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს. დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც ჩამოყალიბდა სააგენტო აწარმოების საქართველოს ბაზაზე, მისი რეორგანიზაციით და უცბად აღნიშნოთ ის შედეგები, მაგალითად, რასაც სააგენტომ მიაღწია. ეს არის ბოლო 12 წლის განმავლობაში დაახლოებით
8 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის ახალისება ქართული კერძო სექტორისთვის. ეს არის დაახლოებით 20,000-მდე მხარდაჭერილი ბიზნესი, რომელსაც სააგენტო მხარი დაუჭერდა და ეს არის 90,000-ზე მეტი შექმნილი სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილებზე საუბრობდით პირველ ბლოკში გადაცემის. რაც შეეხება კორპორაციას აქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები. ჯამურად რო დავიწყოთ და შემდეგ ჩავშალოთ პრიორიტეტული მიმართულებებით, ეს არის მომდევნო 10 წლის განმავლობაში კორპორაციის მიზანია, რომ დაახლოებით მხარი დაუჭიროთ 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას, დამატებითი ინვესტიციის 40 მილიარდი ლარი ქართულ კერძო სექტორში. დიახ, და ამის გაკეთებას ვაპირებთ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით და რო გამოყვოთ ეს პრიორიტეტული მიმართულებები, ესენია ექსპორტის მხარდაჭერა, ესენია დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაჩენის მხარდაჭერა, ესენია სასესხო ინსტრუმენტების კიდევ უფრო მეტად გამრავალფეროვნება და ესენია იმ პროგრამების ადაპტაცია და მოდიფიკაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს უკვე პორტფელში, რომელიც გადმოჰყვა აწარმოე საქართველოდან. ასევე თქვენ სწორად აღნიშნეთ, უნდა შევაფასოთ და ყოველთვის ვაფასებთ რა არის გამოწვევა, რომელიც წინაშეც დგას ქართული კერძო სექტორი და როგორ შეგვიძლია ამ გამოწვევებს უპასუხოთ და ეს პრიორიტეტული მიმართულებები ზუსტად გამომდინარეობს იმ გამოწვევებიდან, რასაც აწყდება ქართული კერძო სექტორი ყოველდღიურად. მათ შორის ასევე აღნიშნეთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა მაინც ისევ არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ზოგადად მაჩვენებელი რომ მოვიყვანოთ და მაყურებლისთვისაც რომ ცხადი იყოს. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის ჭრილში, GEP ეგრეთ წოდებული არის 15% მთლიანი შიდა პროდუქტისა. ეს გამომდინარეობს, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 15% შეიძლება იქნას მოზიდული როგორც სასესხო რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან და შედარება გაკეთებულია განვითარებულ ქვეყნებთან. ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. პირველი, ასევე თქვენც აღნიშნეთ, ეს არის დივერსიფიკაციის ნაკლებობა, მაგალითად, დღევანდელ ბაზარზე ძირითადად კაპიტალის მობილიზების წყაროდ კვლავ რჩება ტრადიციული დაფინანსების წყარო, ეს არის საბანკო სესხი და ბიზნეს სექტორში გაცემული სესხების მოცულობა დაახლოებით 41 მილიარდი ლარია დღეის მდგომარეობით. აქედან მცირე და საშუალოს თუ შევხედავთ 29 მილიარდ ლარამდეა ეს მაჩვენებლები. და სხვა წყაროების, მაგალითად თუ მიუყვებით სხვა წყაროებს, რაც გვაქვს ქვეყანაში, ეს არის მაგალითად ფონდების მიმართულება, ფონდების აქტივების რაოდენობა მიუხედავად იმისა, რომ გაორმაგდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, მაინც ლიმიტირებულია და ასევე საინტერესო და საყურადღებოა ბონდების მიმართულება, ანუ კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდების მიმართულება, რომელიც არის ასევე ალტერნატიული დაფინანსების წყაროს მოზიდვის მიმართულება. ასევე აქვე აღსანიშნავია ფაქტორინგი, როგორც ალტერნატიული წყარო და იცით თქვენ, რომ კანონის ციკნა მიღებული აპრილის დასაწყისში და ფაქტორინგის მიმართულებითაც კორპორაციას აქვს ძალიან ისეთი ამბიციური გეგმები. რაც შეეხება დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე წვდომას, იქ კვლავაც რჩება გამოწვევად უზრუნველყოფის მოთხოვნა, კვლავაც რჩება გამოწვევად სესხის მაღალი საპროცენტო განაკვეთი და კვლავაც რჩება გამოწვევად ასევე უნარები, ბიზნეს კეთების უნარები, ფინანსური აღრიცხვის მოწესრიგებულობა და ასე შემდეგ, რომელზეც პასუხს აპირებს ასევე კორპორაცია იმ პრიორიტეტული მიმართულებებით, რაც ჩამოვთვალეთ. კი ბატონო, მართლაც შთამბეჭდავი ციფრებია, შთამბეჭდავი გეგმებია, თუმცა აბსოლუტურად რეალისტური გამომდინარე იქიდან და შემდგომ მინდა ამ ნაწილზეც ვისაუბროთ, ვიცნობ რა მანამდე და აღნიშნეთ თქვენ აწარმოეს საფუძველზე შექმნილია, ასე ვთქვათ, დასაწყისისთვის და აწარმოეს ძალიან წარმატებულ პროექტებს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, კორპორაციის საქმიანობა რამდენად კიდევ უფრო მეტად აქცენტირებული იქნება იმ ძირითად საჭიროებებზე, რომელიც ახლა თქვენც აღნიშნეთ. ჩვენ როდესაც საუბრობთ ცხადია ამ მიმართულებებზე, ამ საკითხებზე, ბუნებრივია ჩდება კითხვა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებით კორპორაციული ობლიგაციების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობაზე და აი რა ტენდენცია გვაქვს ჯამში აი ამ კუთხით რომ შევაფასოთ სურათი. მადლობა კითხვისთვის. კაპიტალის ბაზარს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაჩენისათვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს ალტერნატივა თუ რა წყაროებით და რა მექანიზმებით შეძლებს ის დამატებითი სასესხო თუ კაპიტალის მოზიდვას საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის და ბოლო წლების განმავლობაში ძალიან კარგი დადებითი ტენდენცია გვაქვს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ
საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, რომელიც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს თაოსნობით საქართველოს პარლამენტის ძალიან აქტიური და ნაყოფიერი ჩართულობით მოხდა დაახლოებით 5 წლის წინ და შეიქმნა მყარი სამართლებრივი ჩარჩო იმისაც, რომ გაუმჯობესდეს და განვითარდეს აღნიშნული ბაზარი. ახლა რაც შეეხება ბოლო 2 წლის ტენდენციას, ძირითადად ორ ჭრილში რო შევხედოთ. ეს არის სასესხოფასიანი ქაღალდების, ეგრეთ წოდებული ობლიგაციების ემისია და რიცხვის სახით მაყურებელსაც რო ვუთხრათ, ბოლო წელს 2025 წელს ემისიების რაოდენობამ გადააჭარბა 1.5 მილიარდ, რაც გაორმაგებაა წინა წლის მაჩვენებლის და ჯამურად რო წარმოვიდგინოთ 5.5 მილიარდზე მეტი ობლიგაცია ისტორიულად გამოშვებული და აქედან მხოლოდ 1.5 მილიარდი მხოლოდ წინა წელს მოხდა აღნიშნულის გამოშვება და ეს ასევე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სახელმწიფოს ძალიან აქტიური ჩართულობით, მათ შორის აწარმოებს საქართველოში ძალიან აქტიური ჩართულობით განხორციელდა, რადგან ჩვენ პორტფელში გვაქვს პროგრამა, რომელთაც მხარს ვუჭერთ სასესხოფასიანი ქაღალდების გამოშვებას და ჩვენი პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2024 წლის აპრილის შემდეგ ფუნქციონირებს, უკვე მხარი დაუჭირეთ 22 ემისიას, 14 კომპანიის 22 ემისიას, $1 მილიარდ გავდავწდით უკვე მხარდაჭერილი ემისიების, რაც ყველაზე მეტად გვახარებს ამ ბაზარზე არის ახალი ემიტენტების გამოჩენა და ამ 14 ემიტენტიდან 5 არის ახალი ემიტენტი სრულიად ახალი ბაზარზე და ჯერა რომ მათი მოზიდვა და შემოსვლა ბაზარზე სწორად ჩვენი პროგრამის დამსახურებაა. ჩვენ პროგრამას დაახლოებით 45-დან 50%-იანი წილი უჭირავს მთლიან ემისიებში, რაც ასევე ძალიან დიდ როლზე მიანიშნებს ჩვენი პროგრამის. და წელსაც ამ ბაზარზე ძალიან მაღალი აქტიურობა, 330 მილიონზე მეტი ლარის ემისია უკვე განხორციელდა წელსა და წლის ბოლომდე. ახლა უკვე წელს მიმდინარე წელს განხორციელდა მაისის მდგომარეობით და ველოდებით, რომ წელსაც ძალიან ნაყოფიერი წელი გვექნება ამ მიმართულებით. მთლიანად პორტფელი, აქტიური პორტფელი ამ მიმართულებით დღეს 2.7 მილიარდ ლარამდეა, რაც წეგან აღნიშნეთ, რომ საბანკო სესხებს საკმაოდ ჩამოუვარდება, თუმცა ზრდის ტემპი, ანუ წილი აღნიშნული სასესხო ინსტრუმენტის წილი მთლიანად სასესხო ინსტრუმენტებში საკმაოდ სწრაფად იზრდება. მეორე ჭრილი, რაც უნდა განვიხილოთ კაპიტალის ბაზრის განვითარების, ეს არის საინვესტიციო ფონდები. და საინვესტიციო ფონდების მიმართულებითაც გვაქვს ძალიან კარგი აქტიურობა. უკვე 21 ფონდია დარეგისტრირებული ქვეყანაში და აქტივების რაოდენობა წინა წელს 2.5-ჯერ გაიზარდა 170 მილიონი ლარიდან 440 მილიონ ლარს მიაღწია აქტივების რაოდენობამ და წელსაც ველოდებით მნიშვნელოვან ზრდას. რაც შეეხება ამ ბაზრის განვითარების ტენდენციებს, ჩვენ სადაც ვხედავთ ჩვენი ჩართულობის საჭიროებას, ეს არის თვისობრივად რა ტიპის ფონდებს ვხედავთ დღეს ბაზარზე. დღეს ბაზარზე 97% იმ ფონდების მოცულობისა, რომელიც არსებობს, მიმართულია ფიქსირებული სასესხო ინსტრუმენტებისკენ. ანუ აღნიშნული ფონდები ძირითადად ყიდულობენ ბონდებს, ძირითადად ყიდულობენ სესხების აქტივებს და ჩვენ გვინდა რომ ხელი შევუწყოთ კერძო კაპიტალის ფონდების განვითარებას, რომელიც უკვე კომპანიებს დააფინანსებენ პირდაპირ კომპანიებში წილობრივი მონაწილეობით შესვლით და ამ მიმართულებით გვექნება არაერთი აქტივობა, მათ შორის უახლოეს მომავალში კორპორაცია უკვე გეგმავს, რომ გაუშვას პროგრამა, სადაც ჩვენ განვახორციელებთ ინვესტირებას იმ ფონდებში, რომლებიც შემდეგ დააფინანსებს ქართულ ბიზნესს ამ მექანიზმის გამოყენებით. კი ბატონო, მართლაც ძალიან საინტერესოა ამ კუთხით ის აქტივობები და მათ შორის ის ციფრები, რომელიც უკვე აღნიშნეთ და მიმდინარე წელსაც საკმაოდ საინტერესო სტარტი მაისის მაჩვენებლით, რაზეც ვისაუბრეთ. ჩვენ ნაწილობრივ შევეხეთ ამ საკითხს, მაგრამ კიდევ უფრო დეტალურად თუ შეგვიძლია ვთქვათ გაცემული ბიზნეს სესხების სტატისტიკის შესახებ, რა ვითარება გვაქვს ამ კუთხით. ჩვენი პროგრამების ფარგლებში საკმაოდ აქტიურია უკვე კვლავ აქტიურია ბიზნეს სესხების მიმართულება. ჩვენი ყველაზე დიდი ხნის პროგრამა, რაც გვაქვს პორტფელში, ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ფარგლებში 3500-ზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ, 2000-ზე მეტი ბენეფიციარის და ინვესტიციების მოცულობამ დაახლოებით 6 მილიარდ ლარს მიაღწია აღნიშნული პროგრამის მიმართულებით. ასევე საინტერესოა ჩვენი საკრედიტო საგარანტიო სქემა, უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად. აქაც 2000-ზე მეტი სესხი ყავს მხარდაჭერილი უკვე და სესხების მოცულობა ამ პროგრამაში 1.5 მილიარდ ლარამდეა. ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში მხარს უჭერთ კომპანიებს
გარანტიის მექანიზმით 80%-ის გარანტორი ამ პროგრამაში სესხზე სახელმწიფოა და ძალიან წარმატებით მუშაობს ეს მრავალ სექტორში, იქ სადაც განსაკუთრებით არსებობს უზრუნველყოფის პრობლემა. ასევე აღსანიშნავია და გამოყოფთი მცირე სესხების პროგრამას, მიკროსესხების პროგრამას, რომელიც არის 20-დან 50000 ლარამდე პროგრამა, რომელიც შეიქმნა სააგენტოსო დიზაინით და ამ პროგრამის ფარგლებში 1700-ზე მეტი ბენეფიციარი ყავს უკვე დაფინანსებული და ბენეფიციარებს საშუალება აქვს რომ 50000 ლარამდე სესხი უპროცენტოდ აიღონ საქართველოს მასშტაბით და ისარგებლონ ასევე 80%-იანი გარანტიით, გვაქვს ასევე cashback მექანიზმები და ასე შემდეგ, რაც ძალიან კარგ საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ სტარტაპებზე გაიცეს აღნიშნული სესხები და გვყავს ძალიან საინტერესო ბენეფიციარები მრავალ სხვადასხვა სექტორში. კი, ბატონო, მართლაც ხე სტარტაპებს რო აღნიშნავთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირად მაყურებელს მოსახლეობას თლიანობაში უჩნდება კითხვა, რომ ჩვენი კორპორაციის საქმიანობა იქნება თუ არა ყველასთვის ამ შემთხვევაში მსხვილ ბიზნესთან ერთად მცირე საშუალო მიკრობიზნესის ნაწილი მიიღებს, იქნება თუ არა შესაძლებლობა ჩართულობის. ჩვენი ამბიცია და ხედვაა, რომ ყველა ტიპის ბიზნესს შევთავაზოთ მხარდაჭერის მექანიზმები და ყველა ტიპის, ყველა განვითარების ეტაპზე ყოფ ბიზნესს შევთავაზოთ მხარდაჭერის მექანიზმები და აღვნიშნე, რომ მიკრო სესხების მიმართულებით უკვე გვაქვს პროგრამა და მომავალში გეგმავთ აღნიშნული პროგრამის გაფართოებას, გეგმავთ ლიმიტების გაზრდას და გეგმავთ ასევე, რომ ჩვენს წარმატებულ ბენეფიციარებს აღნიშნულ პროგრამაში შევთავაზოთ მეორე ნაბიჯის გადადგმაში მხარდაჭერა, რაც იმედი გვაქვს, რომ მათ ზრდას დაეხმარება, რაც შეეხება საშუალო ტიპის ბიზნესს, უკვე მცირე და საშუალო ტიპის ბიზნესს, რომელიც აღარ არის დამწყებ ეტაპზე, იქ გვაქვს სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, იქ გვაქვს საკრედიტო საგარანტიო მექანიზმები, იქ გვაქვს ტექნიკური დახმარების არაერთი პროგრამა, იქ გვექნება ექსპორტის მხარდაჭერის ახალი მექანიზმები, რომლებიც მრავალ ასპექტს დაფარავენ და ცოტა უფრო მსხვილი ბიზნესისთვის უკვე გვაქვს კაპიტალის ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერის პროგრამა და ასევე ფონდების საინვესტიციო ფონდების განვითარების პროგრამა მათ ინტერესებს მოემსახურება უფრო მეტად. ანუ ყველა განვითარების ყველა ეტაპზე მყოფ ბიზნესებს დავეხმარებით კორპორაციიდან ახალი ან განახლებული მექანიზმებით, რომელიც იქნება კორპორაციის პორტფელში. კი ბატონო, ახალი ან განახლებული მექანიზმებით მართლაც ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტიპის ბიზნესი ელოდება და ექნება შესაძლებლობა თქვენი მხარდაჭერის ფონდების აქტივებთან დაკავშირებული ვითარება, ამ კუთხით რა შეგვიძლია აღვნიშნოთ? მოდი კითხვას დავსვავდი მაგალითად კორპორაციის მიმართულებით, რას ვაპირებთ კორპორაციის მიმართულების ჭერში. რას ვაპირებთ მაგალითად ფონდების მიმართულებით. როგორც აღნიშნე, სამი ძირითადი მიმართულება, ეს არის კაპიტალის ბაზრების განვითარება, ეს არის ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულება, ეს არის ახალი სასესხო ინსტრუმენტების მხარდაჭერა, რომელიც გვინდა რომ შევთავაზოს ბაზარს. რაც შეეხება კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერის მიმართულებას, აქ წეგანაც ვახსენებ, ეს არის ფონდების მხარდაჭერა და საინვესტიციო ფონდებს სააგენტო მხარს დაუჭერს იმით, რომ ჩვენ ვიქნებით ინვესტორები და მომდევნო 10 წლის განმავლობაში გეგმა გვაქვს, რომ 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს საინვესტიციო ფონდების აქტივების რაოდენობა. 1 მილიარდ ლარამდე ზრდა საინვესტიციო ფონდების. 1 მილიარდ ლარამდე ზრდა. ოღონ ისეთი ფონდების, რომლებიც კომპანიებში წილობრივი მონაწილეობით შევლენ, წილობრივი თანამონაწილეობით და არა სასესხო ინსტრუმენტებით. ეს ძალიან ამბიციური გეგმაა, თუმცა საკმაოდ რეალისტურად გვესახება. ასევე უნდა ვახსენოთ, რადგან კაპიტალის ბაზარს ვახსენოთ, ბონდების მიმართულებით, ანუ კორპორაციის გეგმებით საკმაოდ ამბიციურია და აქაც ველოდებით, რომ 10 მილიარდ ლარს გაცდება ჩვენი მხარდაჭერით გამოშვებული ბონდების მოცულობა მომდევნო 10 წლის განმავლობაში. კი ბატონო. და საუბრობთ გეგმებზე, თუმცა გეგმების მე მანამდე წაუნიშნე რომ გეგმების სრულად მე რეალისტურება გამონარე აქამდე განხორციელებული საქმიანობიდან. ჩვენ შეგვიძლია თუ არა ახლა ვისაუბროთ არსებული პროგრამების, აქამდე არსებული პროგრამების გავლენაზე, არსებულ ეფექტზე, რა შედეგები გვაქვს, თქვენი შეფასება როგორია, როცა ამის ანალიზს აკეთებთ? სააგენტო ძალიან დიდი ხანია, უკვე 2021 წლიდან აკეთებს სისტემურ და სტრუქტურულ ანალიზს იმ შედეგების, რა შედეგებსაც იწვევს სააგენტოს ჩართულობა, რაც უკვე კორპორაცია გააგრძელებს აღნიშნულ მიდგომას, თუმცა წინა გამოცდილება რო გავითვალისწინოთ, ყოველთვის ვუყურებთ პროგრამების ჭრილში, რომელმა პროგრამამ იმუშავა, რა ტიპის გავლენა მოახდინა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ან ზოგადად ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე და ასე შემდეგ. ეხლა რო ავიღოთ მაგალითად ერთ-ერთი პროგრამა, ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, აქ ვაფასებთ ბენეფიციარებს და ვუყურებთ
პირველ რიგში ჩვენ გარეშე ისინი შეძლებდნენ თუ ვერა რომ განეხორციელებდათ აღნიშნული პროექტი. შემდეგ ვუყურებთ იმ ბენეფიციარებს, ვინც ჩვენს გარეშე ვერ შეძლებდა აღნიშნული პროექტის განხორციელებას, რა ეფექტი მისცა ჩვენმა ჩართულობამ, ანუ რა ეფექტი მიიღეს მათ შემოსავლების კუთხით. ანუ ის ნაზრდი რა არის, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ჩვენი ჩართულობიდან გამომდინარე და შემდეგ ვაფასებთ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში ჩვენს მიერ დახარჯულ 1 ლარზე კომპანიები ისეთი კომპანიები, რომლებიც ჩვენ გარეშე ამ პროექტს ვერ განახორციელებდნენ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში იღებენ დაახლოებით 35 ლარით გაზრდილ შემოსავლებს. 1 ლარზე ჩვენი 1 ლარზე კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში არის დაახლოებით 11 ლარამდე და ჩვენი 1 ლარი დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტს მომდევნო 5 წლის განმავლობაში აძლევს 3.5-დან 4 ლარამდე დამატებით შემოსავალს. ეს არის ის მაჩვენებელი, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში. საკრედიტო საგარანტიო პროგრამას თუ შევხედავთ, კიდევ უფრო შთამბეჭდავია რიცხვები, იმიტომ რომ იქ თითქმის ხარჯის გარეშე ხდება აღნიშნული ბენეფიციარების მხარდაჭერა და კიდევ უფრო მაღალ და გაზრდილ რიცხვებზე შეგვიძლია ვისაუბროთ და ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ სააგენტო აკეთებს ყველა იმ პროგრამის შეფასებას, ეგრეთ წოდებული გავლენის შეფასებას, რომელსაც ვახორციელებთ, იქნება ეს ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით, იქნება ეს კაპიტალის ბაზრის წახალისების მიმართულებით, იქნება ეს სესხის პროცენტის სუბსიდირების მიმართულებით თუ სხვა ნებისმიერი ტრენინგის თუ ტექნიკური დახმარების მიმართულებით. კი ბატონო, მართლაც ციფრები შთამბეჭდავია და რაც თავარია ამ საკითხში შეუძლებელია რაღაც ზოგადი საუბარი, კონკრეტული შედეგი, დათვლადი გაზომვადი შედეგებია, რომელზეც თქვენ საუბრობთ და ვიცი რომ საკმაოდ ბევრ აქტივობას გეგმავთ უკვე ახორციელებთ და კიდევ უფრო მეტად მიმდინარე პერიოდიდან, მათ შორის ვიზიტებს რეგიონებში, ასე შემდეგ შეხვედრებს კომპანიებთან, ხომ ძალაშია, ხომ რამეს ხომ არ ვაჭარბებ. ნამდვილად სააგენტო და ასევე კორპორაცია ძალიან აქტიურია რეგიონებში. ჩვენ დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყეთ რეგიონალური ქსელის განვითარება ჩვენი ოფისების და უკვე გახსნილია 8 რეგიონული ოფისი და მომდევნო წლის განმავლობაში დაემატება კიდევ 2 რეგიონული ოფისი, რითიც დავასრულებთ უკვე რეგიონების მოცვას სრულად. აღნიშნული რეგიონული ოფისები არიან ძალიან აქტიური ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით და ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული დრო გვაქვს, უკვე მოვემსახურეთ 5000-ზე მეტ ბიზნესს, ან მივაწოდეთ მათ ინფორმაცია, გაუწიეთ კონკრეტული მხარდაჭერა, ტექნიკური დახმარება შევთავაზეთ და ასევე შევთავაზეთ წტომა ფინანსებზე სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით. ამ მიმართულებით გაცილებით უფრო მეტ აქტიურობას ვგეგმავთ, როცა საქმე ეხება და საუბარი მიმდინარეობს რეგიონების ჩართულობაზე და ზოგადად რეგიონულ განვითარებაზე და ზოგადად ჩვენი ყველა ხედვა გამომდინარეობს მთავრობის ხედვისგან, რომელიც აქვს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, ეს იქნება ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და კლიანტში და პროდუქტის ზრდის კუთხით თუ რეგიონების ჩართულობა და რეგიონების ინკლუზიური ზრდა ეგრეთ წოდებული ამ მიმართულებით. კი ბატონო რეგ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო საინტერესო ანალიზისთვის კორპორაციის საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე თქვენ გეგმებზე საუბართან დაკავშირებით. ჩვენ პირდაპირ და ღიად აღვნიშნო ჩვენ სხვა პლატფორმებზეც, მათ შორის იმედის პლატფორმაზეც ყოველთვის ამას ხაზს უსვამთ, რომ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით და მხარს დაუჭერთ ჩვენი მხრიდან კორპორაციის საქმიანობას, ვინაიდან მგონია რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა და თქვენი სხვა შორის რეგიონული წარმომადგენლობები ამ კუთხით და ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო მეტად ზრდის მოქალაქეებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის და რატომ არაერთხელ შევხვდებით, არაერთხელ ვისაუბრებთ ჩვენს ყველა პლატფორმაზე. წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ, მადლობა კიდევ ერთხელ მომბრძანებისათვის. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.gr, მე კი ასევე ტრადიციულად ხვალამდე გემშვიდობებით.